გამარჯობა, ჩვენ გიბრუნდებით ალგებრის ამოცანების განხილვით. ახლა ჩვენ მე-14 თავის განხილვას შევუდგებით B კატეგორიის ამოცანების. ახლა ვიცით, მთლიანად ამოვწუროთ B კატეგორია. რაც შეეხება ახლა თავად სიტუაციას, ამოცანები რა თქმა უნდა მრავალფეროვანია, თუმცა არსებობს გარკვეული შაბლონები, რომელთაც ემორჩილება საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ამოცანების ჯდება შაბლონში და წინასწარი რაღაც გექნება მონახაზი, რომლითაც პრინციპში განსაკუთრებული დაფიქრების გარეშე, რომ იცნობ პირობას, მიხვდები მის კონტექსტს, დაიწყებ ამ შაბლონს უცებ მოხაზავ და პრინციპში პირველი ნაბიჯი გადაადგმულია. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ პირდაპირ შაბლონი ამოხსნის მით უმეტეს 4-ხულიან ამოცანებს, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადასადგმად კარგია. ძირითადად ახლა რა ტიპის ამოცანები მოდის, რა ძალიან მოკლე შეფასება რომ გავაკეთოთ და მერე კონკრეტულ ამოცანაზე მისვლის დროს ჩაუხმარდებით და განვაზოგადებთ ზოგჯერ მეთოდს. ძირითადად არის ამოცანები, ასე ვთქვათ, პროცენტებზე, კონცენტრაციებზე, კონცენტრაცია, როდესაც რაღაც ორი ტიპის ერთობლიობა, ნარევი, თუნდაც ხალხის კრებული ერევა ერთმანეთს, ვიცით ცალკე ჯგუფებზე ინფორმაცია და ან გაერთიანებაზე გთხოვენ, ან პირიქით რომელიმე კონკრეტული შენადნობის ჯგუფის ნაწილის შესახებ უნდა მოვაგროვოთ ინფორმაცია. არსებობს კიდევ ამოცანა, ისეთი თემატურია ერთობლივ მუშაობაზე. მე ასე ერთობლივ მუშაობას უძახი. კაცრავად. სამუშაოს ერთობლივად შესრულებას გულისხმობთ. როდესაც ვიცი თქვა ერთი შემსრულებელი რას აკეთებს, მეორე შემსრულებელი ორივე ერთად რას გააკეთებს, ანუ რაღაცა სხვა კონტექსტი იქნება ამ თემაზე. და არის სიჩქარეებზე ამოცანები. სიჩქარეებზე ამოცანებიც პატარა ჯგუფებად შეიძლება დავყოთ, როდესაც არის ამოცანა დაწევაზე, ხაზოვნად, როდესაც მოძრაობენ სატრანსპორტო საშუალებების შეხვედრაზე, ან წრიულად გადაადგილდებიან და ერთი უსწრებს მეორეს და რამდენ ხანში ხდება, როგორ დაეწევა. არის ისეთი მომენტი, როდესაც მაგალითად მოძრაობის საშუალების სიგრძეს მონაწილეობს, ასე ვთქვათ, მატარებელი, ან ავტობუსი და მთლიანად უნდა ჩაუაროს სხვა მოძრაობის საშუალებას, ან უძრავად გაჩერებულ რაღაც გზავრს თუ ხეს. სიჩქარეებზე ამოცანებში საპატიო ადგილი უკავია მდინარეზე გადაადგილებას, ან ქარიანამიდში, როდესაც გარკვეული ძალები ან გიხმარება, ან წინააღმდეგება და ხელსგიშლის მოძრაობაში. არის ეს სპექტრი და რა თქმა უნდა, გარკვეული ინდივიდუალური მიდგომა ჭირდებათ, მაგრამ რაღაც მოკლე მონახაზები არის ხშირ შემთხვევაში. ზოგჯერ არ არის ეს მოკლე მონახაზი, ძალიან ინდივიდუალურად უნდა მივიდგეთ და აქ უკვე პრაქტიკა და გამოცდილება გეხმარებათ, როგორ დაძლევთ კონკრეტულ საკითხს. ახლა მოდი დავიწყოთ, გავხურდეთ ჩვენ პირველი ამოცანები, არ ჩანს რაღაც ისეთი განსაკუთრებული ისეთი შაბლონის ძიება რომ დაჭირდეს და კომუნიკაცია გავმართოთ რა პირობას და ნახოთ მე შევამოწმოთ რამდენად სწორად დავძლიეთ კონკრეტული პრობლემა. მოდით იგივე თქვათ 14-151 რას გთხოვს და რას გთავაზობს. ფერმერს, ხო, პირველ რიგში ახლა მე ზოგადად ისეთი მომუშავება პირობებთან მიჭირს, ახლა იქ ჩემთვის დიდი პირობაა რა. ეს 4 ხაზიანი, ხოლმე შეიძლება 2 ხაზიც ისე იყოს რთული წინადადება, მოცემული ან შერწყმული ეს წინადადება, რომ გამიჭირდეს თუ არ დავჩეხე ნაწილებად მისი აღქმა და მე ძალიან მომხრე ვარ, მიდრეკილი ვარ და მე თვითონ ამ პრაქტიკას ვეწევი, რომ რასაც წავიკითხავ ვინიშნა, ეგრევე თავიდანვე აღნიშნა შემომაქვს. ან არის ვარგებს იყვნას აღნიშნა, მე წავშლი აუცილებლად ხატავ მაგალითად სიჩქარეებზე ამოცანებს და ერთი და იგივე პირობა შეიძლება რამდენიმე ნახატად გავაკეთო.
და ამ გაგიზიარებთ ახლა ჩემ ხედვას და ნახოთ მე რომელი იქნება თქვენთვის გამოსადეგარი და მოსაწონი. ფერმერს ხორბალი ორ ნაკვეთზე მოხავს. ნუ რაღაცა ორი ნაკვეთი გვაქვს. პირველი ნაკვეთი, მეორე ნაკვეთი. პირველი ნაკვეთის ფართობი 4-ჯერ მეტია მეორე ნაკვეთის ფართობზე. აქ ახლა აღარაფერი ჩანს პირდა. მოდი აღნიშნვა შევიტანდა თუ აღმოჩნდა რომ პირობაში მოცემულია რომელიმე ნაკვეთი, მე დავშლი. მე მიყვარს მცირეს აღნიშნა. მცირეს აღნიშნა. პირველი ნაკვეთის ფართობი 4-ჯერ მეტია მეორე ნაკვეთზე. მოდი. პირველი ნაკვეთი, მეორე ნაკვეთი და მეორე ნაკვეთს აღნიშნავ x-ით, ჰექტარებზე საუბარი ხო, მოდი აგერ იყოს x-ი, ხა? და პირველი ნაკვეთი იქნება 4-ჯერ მეტია, ხო? 4x-ი. თუ პირველი ნაკვეთიდან ჩამოვჭრით 10 ჰექტარს, ანუ რეალურად კი არ ჩამოვჭრეთ, სხვათაშორის ამას უნდა დაუკვირდეთ ჰიპოთეტური მოსაზრებაა თუ რეალურად გააკეთეს რაღაც, იმიტომ მე გეკითხებიან ხოლმე ახლა რა მდგომარეობაა და ანუ თუ ჰიპოთეტურ ცვლილებაზეა საუბარი, ესე იგი არაფერი შემიცვლია. და რაც თავიდან იყო მოცემული, ახლა ის მდგომარეობაა. დაგვირდით ხოლმე მას ასე აი თუ რაღაცა მოხდებოდა, ანუ თუ მე პირველს მოვაჭრით 10 ჰექტარს ასე და შევუერთებთ მეორე ნაკვეთს, ანუ გამოვა რომ ეს 10 ჰექტარი ჩვენ უნდა დავუმატოთ მეორეს, ხო? მაშინ მეორე ნაკვეთის ფართობი გახდება პირველი ნაკვეთის დარჩენილი ნაწილის 1/3, ანუ ეს გახდება პირველის დარჩენილი ნაწილი, ეგ არის 1/3, ანუ იდეაში 4x - 10-ის 1/3-ია x + 10. იპოვეთ პირველი ნაკვეთის ფართობი. ანუ იდეაში ჩვენ 4-ის ვთხოვენ, არ უნდა დაგვაქვს, ამას ითხოვენ. გამოვხსნათ ახლა რა ვქნათ ახლა ანაბიჯი გადავდგათ. მოდი 3 გადმოვიტანოთ აქეთ გამრავლებით, აქ იქნება 3x + 30. შესაბამისად ახლა x-ი, ანუ 3x-ი აქეთ გამოკლებთ გადმოვა, 10 იქით დავატევთ არის 40 და გამოგვივიდა რომ თუ ეს 40-ია, რომ მეორე ნაკვეთი, პირველი ნაკვეთი 4-ჯერ 40, ანუ 160 ჰექტარი იქნება. საკმაოდ მარტივი ამოცანა. ახლა ამ თავზე მუშაობით, ну მაინც გავაწლები და შესაძლოა ახლა ეროვნულმა გამოცდილებამ ფორმატი შეიცვალა და სხვა აიდის გახდეს, მაგრამ ახლა ამ ამოცანების გარჩევა მაინც არ დაკარგოს ღირებულება და თუნდაც იმ ახალ ტიპის გამოცდებზე გამოსადეგიც იყოს დაწყების განმავლობაში, იმედია მსმენელს გამოადგებებს ჩვენი ჩანაწერები. მაგრამ მაინც ახლა ჩვენი ურთიერთობის მთავარი ესეთი მოტივატორი ეროვნული გამოცდებია, ხო? და თუ ეროვნული გამოცდების მზადების თვალსაზრისით გამიხილავთ ამ თავის გარჩევას, ეგ კი პირველ რიგში შეიძლება აქ მოტივაცია ქონდეს 4-ხულიანი ამოცანები გავარჩიოთ. და ვიმზადებით ასე ვთქვათ ბოლოს წინა 4-ხულიანისთვის, მაგრამ არა ერთი სიტუაცია არის, რომელიც ერთქულიანში საკმაოდ ხშირად მოსულა და მოვიდეს შეიძლება. კიდეც არ შეგამზადებ და არც თუ ისე მარტივია ხოლმე რა, მით უმეტეს ერთქულიანი, ბევრი გაქვს ამოსახსნელი, დროის განაწილებაც პრობლემაა და მოდის რაღაც ისეთი ცოტა ვრცელი პირობით. სინამდვილეში არ არის რთული, მაგრამ მაინც გარკვეულ დამნეულობას შემოიტანს ხოლმე ტესტის შესრულების პროცესში. ამიტომ მხოლოდ 4-ხულიანისთვის არ ვმზადებით ამ ამოცანების ამოხსნით. ბევრ სხვა სიტუაციაში შეიძლება წარმოადგეს. 42 ამოცანა. ერთი მორბენალი უკვე მოძრაობაზე შემოიტანა, ხო, პირობა, ვნახოთ ახლა. 15 წუთში 1/5-ჯერ მეტ მანძილს გადის, ვიდრე მეორე 12 წუთში. მოდი ბოლომდე წავიკითხოთ, რამდენჯერ მეტ მანძილს გაივლის პირველი მორბენალი x წუთში, 40 წუთში, ვიდრე მეორე 45 წუთში. ახლა, მე საერთოდ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ხოლმე ამოცანებზე კეთებისას, დროის ერთეულში
გავლილი მანძილის აღნიშვნა ძალიან გვადგება ხოლმე რა. მოდი როგორც წესი დროის ეს ერთეული 1 საათია, 1 საათში გავიარე მაგალითად x კილომეტრი. ეს ფაქტობრივად სიჩქარეა, ხო? დროის ერთეულში გავლილი მანძილს რომ დააფიქსირებ, მაგრამ ახლა წუთებზეა და ხო არ ჯობს ახლა 15 წუთზე პირდაპირ რომ ვისაუბრო, ამაზე საუბარს ხო არ ჯობს რომ ვთქვათ 1 წუთში გადის ამბეს, თქვა. მოდი შემოვიტან აღნიშვნას რა. ვთქვათ ხო, ეგ არ დაგავიწყოთ მეგობრებო, ხშირად შეგახსენებთ, მაგრამ მაგრამ და უნდა გავთვალისწინოთ, რომ როდესაც თქვენ ღია კითხვაში ცვლადი შემოგაქვთ, აუცილებლად მიუთითეთ, რას აღნიშნავს ეს ცვლადი. ახლა თუ ისეთი დეტალიზებული აღწერა არ გექნებათ, როგორც მაგალითად ჩვენ ვისაუბრებთ აქ გამოცანების გარჩევის დროს, ეგ მინიმუმი შეასრულეთ და x-ით რა შემოგვაქვს, რას აღნიშნავ, ხო, ეგ უნდა ვთქვა. 1 მორბენალი 15 თქვა და ეს პირველი მორბენალი აა 1 წუთში იყოს აქტირე. 1 წუთში გარბის რას? ტიპში ტირე რა ჭირდება. x 1/5-ჯერ მეტ მანძილს გადის. ხო? არა დაკონკრეტებული და x მეტრს მაგალითად. ხო? x მანძილს იყოს, არ ვთქვა საერთოდ ერთეული. ოკეი, კი ბატონო. და მეორე მორბენალი 1 წუთში. ხალხ გარბის y-ს. მაშინ მეგობრებო, პირველი 15 წუთში რას იზამდა? 15 წუთში არ გაიბენდა 15 ჯერ x და მეორე 12 წუთში, ხო? არ გაიბენდა 12 ჯერ y-ს. და ჩვენ რა ვიცით? აი, პირველის მიერ 15 წუთში გარბენილი 1/15 ჯერ მეტია. ანუ ეს 15x-ი ტოლია 1/15, ანუ ნაკლებს ვამრავლებთ, ხო? რომ მეტი სტოლი გახდეს და პირველმა თუ მეტი გაიბინა, ესე მეორეს გარბენილი, ანუ 12y უნდა გავამრავოთ 1/5-ზე. ვიცით. მოდი პრინციპში აქ უცებ დავაკვირდეთ ახლა რა დამოკიდებულება გამოდის, ხო? ეგ 15 მეათედია, კაი, მოდი 3/2-ს დავწერთ ახლა. 15-ზე შეგეცა. ინდოდა, მაგრამ 1/5 მარტივი საჩვენებელია, რომ არის 3/2 იგივე. აქ ეს 6 იქნებოდა. შევკაცოთ ეს 3 არის 15-თან ალბათ არ გაგიჭირდებათ ამის დანახვა. აქ 5x-ი 6y-ის ტოლი გახდა და მოდი გამოვსახოთ. ეგ კლასიკური მიდგომა ახლა, როდესაც ორ ცვლადს შორის ურთიერთობას ალაგებ, ერთი რომ გამოვსახო მეორეს დახმარებით. კითხვა: რამდენჯერ მეტ მანძილს გაივლის პირველი მორბენალი 40 წუთში ვიდრე მეორე? ანუ ჩვენ პირველი უნდა ვარბენდოთ 40 წუთი, ანუ 40x ხო გაივლიდა. მეორე 45 წუთი, ანუ 45y ხომ გაივლიდა და რადგანაც მე ვთხოვენ პირველი რამდენჯერ მეტია მეორეზე, ანუ მათი შეფარდება არ უნდა განვიხილო. როდესაც ჯერ მეტობას ითხოვენ, რა თქმა უნდა გავუყოთ და პოტენციურად პირველი რამდენჯერ მეტია, ანუ პირველი უნდა გამიყო მეორეს. x-ი რა არის? x-ის მაგივრად მოდი ჩავსვათ ახლა 6/5, ესე იგი 40 ჯერ 6/5 y და ტოლია 40 უბრალოდ შეფარდებული 45y-თან, ხო? ეგ იქნებოდა აქ 8 დაგრჩება 6 ჯერ 8 ეს არის 48 y-ებიც იკვეცება 45-თან და ეს შეიკვეცებოდა 3-ზე 16/15 გამოვიდა მეგობრებო. ანუ 16/15 ჯერ მეტია, ეს იქნებოდა თავად პასუხი. შეიძლება ახლა აქ უფრო მეტად დაგვეტვირთ პროპორციით გაგვეკეთებინა. რო სიტყვაზე თქვა 15 წუთში გავლილი მანძილი აღმენიშნა რაღაცა x-ით და მე მეპოვა 40 წუთში რა იქნებოდა მეორესი 12 წუთში გავლილი მანძილი აღმენიშნა y-ით და მე შემოგთავაზეთ ახლა მეტნაკლებად უნივერსალური მიდგომა, ანუ დროის ერთეულში გავლილი მანძილი აღნიშნოთ ხოლმე ცვლადით. ну რაც სხვა სიტუაციებშიც მგონია რომ წაგადგენთ. მოდი 53 ამოცანა ვნახოთ ახლა.
ზოგიერთ ამოცანას აქვს რამდენიმე მიდგომა. შეიძლება სამი სრულყოფილი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს და მე ხოლმე ცოტა ღარიბულად ხსნი, ანუ არ ვიხილავ ყველა მიდგომას. ეგ ერთი მხრივ შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, უბრალოდ მე ვერ ვხვდებოდი სხვა გზას ამოცანის ამოხსნის და კონკრეტულად ერთი პრინციპით იყოს მომართული ჩვენი გონება ახლა კონკრეტულ სიტუაციაში და მარტო იმ ერთ ხაზს ვიყვებოდეთ, მაგრამ უფრო ხშირად ეგ უფრო რაციონალურ გათვლას ექვემდებარება, რომ ვარიშვის დროს ჩვენ გამავითაროთ კონკრეტული უნარი, რომელიც უფრო მეტი ამოცანის ამოხსნისას დაგეხმარება, უფრო უნივერსალური ხასიათისაა. 53 ამოცანა. ერთი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა 10 დღეში 1.5-ჯერ ნაკლებ ნავთობს ამუშავებს, ვიდრე მეორე ქარხანა 20 დღეში. რამდენჯერ მეტ ნავთობს გადაამუშავებს პირველი ქარხანა მეორე ქარხანაზე 30 დღის განმავლობაში. მოდი იგივე გზას დავადგենք. პირველი ქარხანა, რადგანაც აქ უკვე დღეებზე საუბარია, 10 დღე, 20 დღე, ვთქვათ, ერთ დღეში ამუშავებს X, ხო? X ნავთობს. და მეორე ქარხანა ერთ დღეში, ხო? ამუშავებს Y-ს. პირველი ქარხანა 10 დღეში რას იზამდა? ეს თქმა უნდა 10 დღეში დგებოდა და 10X დაამუშავებდა, ხო? და მეორე 20 დღეზეა, ხო, საუბარი, ვიდრე მეორე 20 დღეშიო. კი ბატონო, მეორე ქარხანა 20 დღეში შესაბამისად იზამდა 20Y-ს. რა ვიცით ახლა ამ დამოკიდებულების შესახებ? 10 დღეში 1.5-ჯერ ნაკლებ ნავთობს ამუშავებს, ვიდრე მეორე. ანუ რომელია ნაკლები? პირველი, ხო? ანუ 10X-ი უნდა გავამრავლო 1.5-ზე, რომელიც ნაკლებია, იმას გავამრავლებთ და გავუტოლებთ მეორეს 20Y-ს. აი ესეთი ამბავი. ნუ ახლა აქ მარტივად დავინახავთ, რომ ეს არის 15X უდრის 20Y-ს, ეგ შეგვეძლო აქ ჩვენ 5-ზე შეგვეკვეცა, 3, 4 და სტანდარტულად X-ი გამოვსახოთ, მოდი თქვათ Y-ის საშუალებით. ახლა კითხვა, რამდენი წუთი უნდა იმუშაოს შამერია, რამდენჯერ მეტ ნავთობს გადაამუშავებს პირველი ქარხანა მეორე ქარხანაზე 30 დღის განმავლობაში. რამდენჯერ მეტ ნავთობს გადაამუშავებს პირველი ქარხანა 30 დღის განმავლობაში მეორე ქარხანა. ანუ 30 დღე არის ახლა მთავარი მომენტი, ხო? 30 დღეში პირველი რას გააკეთებდა? 30X, ხო? მეორე 30 დღეში რას გააკეთებდა? 30Y-ს და რამდენჯერ მეტია? ანუ ეს 30X-ი უნდა გავყოთ 30Y-ზე, ხო? ორივე ქარხანა მუშაობდა 30 დღის განმავლობაში და პირველი შესრულებული საქმე უნდა გავყო მეორე შესრულებულს. 30 მიგვეცება. მოდი შევიტანოთ ახლა X-ის მაგივრად 4/3 Y და A. ესე 4/3. პრინციპში განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე იხსნება ამოცანა, ხო? ეგ არის ზუსტად ის შაბლონი, რასაც გეუბნებით, ერთგვარი შაბლონია. როდესაც რაღაცა დროზე გათვლა, დროიდან გამომდინარე ხდება გარკვეული სამუშაო შესრულება, ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია, დროის ერთეულში რა კეთდება. ეს მოხნული მიწა, მოტობული ნავთობია, გავლილი მანძილია, ხო? აფიქსირებ ძალიან ხშირად ამაზე კონცენტრირებით, ამაზე ყურადღების გამახვილებით წლება ხოლმე პრობლემა. 44 ნომერი. ბაღში სარწყავად იყენებენ ტუმბოს, რომელიც 10 ლიტრ წყალს 20 წუთში ტუმბავს. კარგი. ამ ტუმბოს დაუხმარე ტუმბო, ორი წუთი ტუმბო, ხო, რომელიც იგივე რაოდენობის წყალს 3 წუთში ტუმბობს. კაი, მოდი. ესე იგი ჩვენ გვაქვს ორი ტუმბო, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ძირითადი ტუმბო და დამხმარე. ძირითადი და ამარა ამბები ტრიალებს ახლა. ჩვენ ვიცით, რომ პირველი 10 ლიტრს 2 წუთში ტუმბავს რა, 10 ლიტრი 2 წუთში.
და ამ ტუბოს დავხარე ტუბო, რომელიც იგივე რაოდენობის წყალს 3 წუთში ტუბავს, ანუ იგივე 10 litrს ეს ტუბო აკეთებს 3 წუთში. კი ბატონო. რამდენი წუთი უნდა იმუშაოს ორივე ტუბომ, რომ 50 ლიტრი წყალი ავტოვოს. ანუ ორივეს ერთობლივად ვამუშავებთ. და რამდენი უნდა იმუშაოთ, რომ 50 ლიტრი წყალი გადატუბონ. ორივე ერთად 50 ლიტრი რამდენ ხანში? გაატექსი წუთი. აი, ეგ უკვე არის ძალიან ცნობილი ტიპი ამოცანების, როდესაც ერთობლივად ახორციელებს რამდენიმე შემსრულებელი, ამ შემთხვევაში ახლა ტუბოებია საქმეს. ჩვენ ამის გამოცდილების, ამის კეთების კარგი გამოცდილება გვაქვს, ვიცით, ჩვენ მე-6 თავის დავამუშავეთ, ხო, ხვაბერიძის და შესაძლოა ატვირთულის ვაქოლო, ჩვენ მოსწავლეებთან დამუშავებული გვაქვს, ეგ არჩეული გვაქვს, ვიცით, დალაგებული გვაქვს ეს სიტუაცია, რას ვაკეთებთ. თუ განსაკუთრებულად მომწონს კვირკველიას სახელმძღვანელოშია ეს ამოცანები, ხო? თუ არა, ბოდიში აიცუშია, ხო? აიცუს ზოგადი უნარების მომზადების წიგნში იყო კარგად ეს რამდენიმე ამოცანა იყო და თვით ნომერი გამოყოფილი თითო ნომერში თუ გახსოვთ შემოსავლებს მიმართავ ახლა 4-4 ამოცანა შედიოდა და იყო ჩვენი მთავარი დევისი. აი თითქოს გაზეპირებული მქონდა ერთი ნაბიჯი, როდესაც 2 ან 3 შემსრულებელი ერთდროულად იწყებდა კეთებას, ყოველთვის ჩვენ ჯერ ვარკვევდით დროის ერთეულში რა კეთდებოდა. ანუ პირველი 1 წუთში რას გააკეთებს. ნუ გააკეთებდა რა თქმა უნდა, თუ კიდევ აქ პატარა პროპორციას დაწერთ, ახლა თუ 10 ლიტრი 2 წუთში კეთდება, 1 წუთში რა გაკეთდება, მაგრამ ლოგიკურად ძალიან მარტივი სათქმელია ახლა ეგ რომ გაკეთდებოდა 5 ლიტრი, ხო? ნუ რამდენი ლიტრი გაკეთდება და უცებ გადაამრავლებ იქ და გამოვა ორჯერ ნაკლები არა? ანუ 5 ლიტრი გაკეთდებოდა. მეორე 1 წუთში რას გააკეთებდა? გააკეთებდა 10-13 litrს, ხო? ასეთი თემა. და რატო დროის ერთეულში? იმიტომ მეგობრებო, რომ ეს არის ერთადერთი მაჩვენებელი, რომელზედაც თქვენ შეკრება გამოკლებით შეგიძლიათ იმუშაოთ. ანუ ახლა ამას ვერ დააკრებდი. რას ნიშნავს 10 litrს 10 ლიტრი დაემატებდა 20 რას, ანუ ორივე ერთად 20 ლიტრი გააკეთა. ხო, კაი, თქვა გააკეთა, მაგრამ დროზე რელევანტურ ინფორმაციას გამოიტანდი შესაბამის. ანუ 2 წუთს და 3 წუთს დაკრებდი მე, ანუ 5 წუთი მოანდომეს მათ ამას ერთდროულად. არა, რატო ერთისთვის თუ გადის 3 წუთი, მეორესთვისაც ხო გასულია უკვე ეს იმ 3 წუთში 2 წუთი. პირველი მეორე რომ 3 წუთს გააგზავნებდა მუშაობას, პირველს უკვე 10 litrზე მეტი ექნებოდა გაკეთებული და შესაბამისად არა შეკრებადია, არა რაღაც თანაზომადია მსგავსი მომენტები, თუ შენ არიცი თანაბარ პირობებში და თანაბარ პირობები ამ შემთხვევაში არის ერთი და იგივე დროში ორივე რას აკეთებს. თუ შეგეძლო ახლა გაგერკვია მეორე 2 წუთში რას აკეთებდა და ის დაგეკრიბა, მაგრამ ყველაზე ისეთი მარტივი დასანახია ხოლმე დროის ერთეულში. ჩვენ შემთხვევაში თითო წუთში პირველი რას აკეთებს, მეორე რას აკეთებს. და უკვე თქვენ ამის შეკრება შეგიძლიათ ორივე 1 წუთში რას გააკეთებდა და 1 წუთს წამზომზე რომ მონიშნავ ჩართა ორივესთვის ხო გაადის და პირველი 5 litrს გააკეთებდა, მეორე 10-13 litrს გააკეთებდა და ნუ გამოდის რომ 1 წუთში ორივეს მიერ გაკეთებული იქნებოდა 25-13 ლიტრი, ხო? რომ შეგვიგოთ ახლა ეგ. კი ბატონო, გასაგებია. და მაშინ რა გამოდის? მე მარტივი პროპორცია უკვე უნდა დაწერო. ანუ 1 წუთში თუ ორივე ერთად 25-13 litrს აკეთებს, რამდენ წუთში გაკეთდება 50 litri? ორჩა დავთავთ. ესა 25-13 x უდრის 50, სიკვეცება აქვს. და x-ი ტოლი იქნებოდა 6-ის. სამი რომ გადავიდო და გავრავით. ეგ არის ძალიან სტანდარტული მიდგომა. არ შეგაწყენთ ახლა შეიძლება გაინტერესებდეთ კიდე სხვანაირად გაკეთება, მაგრამ აი სტანდარტია. დროის ერთეულში აკეთება. შეიძლება აქაც განსხვავებული მიდგომებით ისაუბროთ, მაგრამ მგონია რომ აი ყველაზე
ესეთი რაციონალური გადაწყვეტილება იქნება, რომ თქვენ მიიყვანოთ დროის ერთეულში გაკეთებულ საქმემდე სიტუაცია რა. მოდი ნახოთ ახლა 45 ამოცანა. ახლა ცოტა სიჭრელი არის, ხო? სხვადასხვა ტიპი მოდის. მაღაზიაში მიიტანეს 3-ჯერ მეტი ვაშლი ვიდრე ბანანი. როდესაც გაყიდეს ვაშლების ნახევარი და ბანანების 2/3, დარჩენილი ვაშლი 70 კილოგრამით მეტი აღმოჩნდა დარჩენილ ბანანზე. კარგი. მოდი რადგანაც დარჩენილზე და რაღაცა იმაზე, ასე თქვა, თავიდან. ნუ ვაშლი იყო თქვა 6 კილოგრამი. მოიცა, მაღაზიაში ვიტანეს 3-ჯერ მეტი ვაშლი ვიდრე ბანანი. მოდი, ბანანს ავნიშნავ X-ით. შესაბამისად, ვაშლი იქნებოდა 3x კილოგრამი, ხო? როდესაც გაყიდეს ვაშლების ნახევარი. გაყიდეს. ანუ 3x-ის 1/2, ხო? პრინციპში არ დარჩებოდა, ხო? დარჩა. მეორე ნახევარი დარჩებოდა რა? 3x მეორე კილოგრამი. და ბანანების 2/3, ანუ 3x-ის 2/3 გაყიდეს. ნუ დარჩებოდა 1/3 არა? შეიძლება ამდენი საწერი არ იყოს ახლა, მაგრამ ნუ მარცვლა, ანუ დარჩებოდა x კილოგრამი. 3 კილოგრამიდან კომპუტიში რა. კიდე კარგი. სასტიკ შეცდომას გადავჭით. ნუ დარჩებოდა 2/3 x-ის თუ გაყიდე, ესე იგი დარჩებოდა x/3 კილოგრამი. და რა გამოდის ნახეთ, დარჩენილი ვაშლი 70 კილოგრამით მეტი აღმოჩნდა დარჩენილ ბანანზე. ანუ ეს ვაშლი 70 კილოგრამით მეტია. ანუ ბანანს რომ დავუმატო 70, მივიღებ ვაშლის წონას. ასეთი ხება. ბანანი გამოვიდა უფრო ცოტა, ხო? კითხვა, თითოეული სახეობის რამდენი ხილი მიუტანიათ მაღაზიაში და ანუ ფაქტობრივად x და 3x გვეკითხებიან ახლა აქ. მოდით ტოლობის ორივე მხარე გავურავოთ 6, ანუ 6-ჯერ x/3, 6-ჯერ 70, 6-ჯერ 3/2x, ნუ 6-ჯერ რატო? იმიტომ რომ 3 და 2 საერთო ჯერადია და შეგვიკვეცავს, ხო? ნაწილად მუშაობები თუ გახსოვთ, არ მიყვარს, რომ განსაკუთრებით ბევრ შეცდომას უშვებ ანგარიშისას. 7x-ი გამოდის 420 და x-ი გამოდის 60. 60 კილოგრამი. შესაბამისად, ეს არის ბანანი, ხოლო ვაშლი იყო 3-ჯერ მეტი, ანუ ვაშლი გამოვიდოდა 180 კილოგრამი. გავაგზავნოთ. 126. რამდენჯერ უნდა მივუმატოთ 250-7-იანი და 250-იანი, რომ მივიღოთ ერთი და იგივე რიცხვი. ანუ მეგობრებო, ვთქვათ 7 უნდა მივუმატოთ n ცალი. ხოლო 10-იანი m ცალი. მაშინ რა გამოვიდოდა მეგობრებო? 250 დამატებული 7-იანი უნდა გატოლებოდა 205 დამატებული 10 m, ხო? კი, არის ასე. რამდენჯერ უნდა მივუმატოთ 257-იანი და 250-იანი.
აქ ერთი და იგივე რაოდენობა ხო არ იგულისხმება, რამდენჯერ უნდა მივუმატოთ 257-იანი და 205-იანი. ანუ მე ახლა პირობა ისე გავიგე, რომ შესაძლოა 7-იანი სულ სხვა რაოდენობაჯერ ემატებოდეს და 10-იანი სულ სხვა რაოდენობაჯერ და ახლა ვფიქრობ, პირობა გვაძლევს იმის გაფიქრების საშუალებას, რომ იქნებ ერთი და იგივე რაოდენობით ემატება. რამდენჯერ უნდა მივუმატოთ, აი რამდენჯერ უნდა მივუმატოთ 257-იანი, 205-იანი. მე მგონია, რომ ეს პირობა გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ 7-იანების რაოდენობა და 10-იანების რაოდენობა შესაძლოა განსხვავებულიც იყოს. კაი, მოდი აბა გავყვეთ ასე ახლა ამ პირობას და მე ისეც განვიხილოთ, თქვათ, ავტორი აქ ერთი და იგივე x და m-ს კი არა, ერთი და იგივე ცვლას თუ გულისხმობს. რა გამოდიოდა აქ 205, აქეთ გადმოვაკლებით 7-იანი, აქეთ გადმოვიტანოთ, ანუ 10m-ს მინუს 7n ტოლი გამოდის 45-ის. ხო? კი ბატონო. ახლა მეგობრებო, აქ რა ხდება? თუ ასე გავიგებდით პირობას და ასე ამოხსნიდით, ახლა პასუხს ჩავხედეთ და ავტორს აშკარად არ აქვს ასე დაფიქრი. და თქვენ თვითონ გასაჯეთ ახლა რამდენად სწორად ვიგებთ მე პირობას. მგონია, რომ არ ვცდები, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ 7-იანი სხვა რაოდენობით ჯერ უნდა დაემატოს და 10-იანი სხვა რაოდენობაჯერ. მაგრამ ავტორი გულისხმობს ასეთ რაღაცას. თქვათ 7-იც და ანუ 250-ს უნდა დავუმატოთ იმდენივე 7-იანი, რაც 205-ს ემატება 10-იანი. და უნდა გავუტოვოთ ერთმანეთს. აქ გამოდიოდა 3n 45 და კი უმარტივესი ამოცანაა. მაგრამ მაშინ აქ როგორ უნდა რამდენჯერ უნდა ესე იგი პირობას მე ასე დავწერდი. 250-ს მივუტვათეს იმდენივე 7-იანი, რამდენიც 205-ს 10-იანი. და იპოვეთ რამდენჯერ მივუმატეს თქო რა. გავუტოვდნენ ერთმანეთს. ხა ისეა, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და მე მგონია, რომ ასე უფრო უნდა გავიგოთ, აი ასე პირველი როგორც. აი მოდი ამოხსნე ხა მე ამოვცეთ ეს. ნუ ეგ წრფივი დიოფანტური ორცვლადიანი განტოლებაა. ნუ ეგ სასკოლო კურსში არის სწავლება ახლა. უბრალოდ მაგალითად გოგიშვილის სახელმძღვანელოში არის ერთი თაროც არის დათმობილი და ძალიან კარგი თავი ეგ, მაგრამ ნუ პროგრამაში არ შედის, ეროვნულებს გავს თემაზე ამოცანები არ მოდის, ან თუ მოვა ძალიან კარგი მარტივი მიდგომა აქვს. ან თქვენი ადრეს ვამბობდი მე თქვენთან ამას, რომ რამდენჯერ დავცადე და ვასწავლე მოსწავლეებს დიოფანტურ განტოლებას არ იყენებდნენ და ერთშევდათ ჩასმის სინჯვის ხერხით გაეკეთებინათ. და ნუ სინჯვის ხერხით გაკეთება ახლა გარკვეულ ზღვრებს მოითხოვს, ანუ ყველა პასუხს ვერ დააფიქსირებ, მაგრამ ამას უამრავი ამონახსნი აქვს და უბრალოდ შესაძლოა ნატურალური ამონახსნები კონდეს რაც ასრული. და მოდი ახლა დავფიქრდეთ, ცალი n ცალი და ხო, აქ n ცალი რაოდენობა ხო უარყოფით ვერ იქნება. და რამდენი უნდა ავიღოთ ახლა ჩვენ m და n? რომ მათი სხვაობა 10-7-იანი გამოვიდეს 45. ნახეთ, როგორ შეგიძლიათ იმსჯელოთ. ეს ხო 5-ის ჯერადი გამოდის. 5-ის ჯერადია. ესეც 5-ის ჯერადია შედეგი. ხო? მაშინ მაკლებიც 5-ის ჯერადი არ უნდა იყოს? აბა სხვაობა როგორ გამოვა? 0-ს როგორ მოხსენს 5-ზე გაყოფის დროს. ანუ ფაქტობრივად გამოდის აქედან, რომ n 5-ის ჯერადია. ამიტომ ადგებოდით ახლა თქვენს და n-ს განიხილავდით ჯერ 5-ს, მერე 10-ს, მერე 15-ს და ასე შემდეგ და ნუ პრინციპში ამას უსასრულო რაოდენობა იქნება პასუხების და შესაბამისად დაალაგებდით ახლა იპოვიდით m-საც. აი, როდესაც მაგალითად n5-ია 35 რას უნდა გამოვაკეთოს, რომ 45 მიიღო და უნდა გამოვაკეთოს 80, ხო? ანუ m იქნებოდა 8. n თუ 10-ია, 70 რას უნდა გამოვაკეთოს, ხო, მაშინ ფაქტობრივად გამოდის, რომ
10 ჯერადიცაა და n თუ 10 ჯერადი იქნება 10 ჯერადი რომ გამოვაგდეს 10 ჯერადი უნდა მიიღო. ამიტომ აა 10 თან 5 ჯერადი უნდა იყოს n და თან 10 ჯერადი არ უნდა იყოს. ანუ კიდევ 15 ჩასავდით მე. ანუ 5 105 გრადი 7 105 გრადუსია და უნდა გამოვაკლდეს 150, ანუ n უნდა იყოს 15 და ასე შემდეგ რა. პრინციპში აგერაც მივიღეთ, რომ 2.15 თუ მივანიჭებდით, ეს ერთ-ერთი ამონახსნი იქნებოდა. так, ну იმედია გაიგეთ, ამასთან მე პრეტენზია მქონდა, შეიძლება ვცდები, მგონია რომ ეგ ამოცანა ასე უფრო უნდა გავიგოთ, ვიდრე მეორედაირად, როგორც ავტორს აქვს პასუხი მოცემული. 47 147 სამეკითხვა. ერთ ნავთობ ბაზაში 3000 ტონა საწვავი. მეორეში 2500. კაი. ну პირველში არის 3000 ტონა, მეორეში არის 2500. პირველი ბაზიდან ყოველდღე გააქვთ 50 ტონა, მეორედან 40 ტონა. ანუ დღეში გააქვთ პირველიდან 50 და მეორედან 40 ტონა. რამდენი დღის შემდეგ იქნება? და ნუ უბრალოდ პირველ კითხვას უპასუხოთ. პირველ ბაზაში 10 მეცხრეჯერ მეტი საწვავი ვიდრე მეორეში. თქვათ გავიდე, თქვათ გავიდა x დღე. გავიდა x დღე. მაშინ პირველში დარჩებოდა რამდენი? რჩებოდა 3000 გამოკლებული 50x-ი არა? და მეორეში რამდენი დარჩებოდა? მეორეში დარჩებოდა 2500 მეორესთვისაც ხო გადის ეს x-ი დღე გამოკლებული 40x-ი. რამდენი ხო და პირველ ბაზაში 10 მეცხრეჯერ მეტი საწვავი უნდა დარჩეს ვიდრე მეორეში, ხო? ანუ ეს დარჩენილი პირველში თუ უნდა იყოს უფრო მეტი, ანუ გამოდის რომ აი 10 მეცხრეჯერ მეტი ხო? ანუ მეორე უნდა გავამოწმოთ, არა? აი მეორე უნდა გავამრავლოთ, ესე იგი 2000 დიაგეთ გვერდზე დავწერო და მესამე ამოხსნებისთვისაც ადგილი მქონდეს 2500 მინუს 40x-ი უნდა გამრავლდეს 10 მეცხრეზე, პირველის, ესე იგი 3000 მინუს 50x-ის ტოლი აღმოჩნდეს. იქ შეხედეთ ახლა ასეთი ფანდი შეგვიძლია ჩავატაროთ. ну 9-ზე კი გამრავლდება ეს გამრავლება, მაგრამ მოდი 10-ზე შევკვეცოთ მარცხენა მხარეს რომ გაიყოფა და მარჯვენა მხარეს. ანუ 2500 მინუს 40x-ი ტოლი იქნება 9-ჯერ 300 მინუს 5x-ი. ეს არის 2700 მინუს 45x-ი. აქ არის 2500 მინუს 40x-ი. 55 აქეთ გადმოვა, 2500 აქეთ გადმოვა, ანუ 5x-ი უდრის 200 და x-ი უდრის 40. ასეთი ამბავი. ანუ 40 დღის შემდეგ გვექნებოდა აი ეს მდგომარეობა. ახლა მოდი მეორე ავუხსნათ. მეორე რას ვეუბნები? ორივე ბაზაში ტოლი რაოდენობის საწვავი გამოვიდეს. პრინციპში, ну, თქვათ, აქაც თქვათ, გავიდა x-ი დღე. ну, პირველში რა დარჩებოდა, ხო, აღარ დავწერე ასევე დავპირდაპირ ვთქვი. პირველში დარჩებოდა 3000 გამოკლებული 50x. მეორეში დარჩებოდა 2500 გამოკლებული 40x. ესენი ერთმანეთისთვის უნდა გაგვეტოლებინა, ხო? შესაბამისად
მათი სხვაობა ახლა ეს 50 აქეთ რო გადმოვიდოთ ეს იქით 500 ტოლი იქნებოდა 10x-ის და x-ი ტოლი იქნებოდა 50-ის. მესამე. მეორეში 50 ტონით მეტი ვიდრე პირველში. ანუ პირველში ხო დარჩებოდა 3000 მინუს 50x. მეორეში ხო დარჩებოდა, ну თქვათ x სიდღეობით, ხო? დარჩებოდა 2500 გამოკლებული 40x. და ახლა მეორეში უნდა იყოს 50 ტონით მეტი. ანუ 3000 მინუს 50x უნდა დავუმატოთ 50 რომ გავუტოლდეს 2500 მინუს 40x. ну ეს აქეთ გადმოვიდოდა 550 იქნებოდა, აქ იქნებოდა 10x-ი 50x და x-ი გამოვიდოდა 55. სამივე შემთხვევაში მიღებულია პასუხი. 51 ავოცე. ერთ საწყობში 3500 კილოგრამი ბოსტნეულია. მეორეში 4500. პირველ საწყობში 3500 კილოგრამია. მეორე საწყობში 4500. პირველი საწყობიდან ყოველდღიურად გააქვთ 250. ეს თავდაპირველად დღეში გააქვთ. პირველიდან რამდენი გააქვთ? 250 კილოგრამი და მეორედან 300 კილოგრამი. რამდენი დღის შემდეგ იქნება მეორე საწყობში 1.5-ჯერ მეტი ბოსტნეული? ან თქვათ გავიდა x-ი დღე. ხო? მაშინ პირველში დარჩა 3500 გამოკლებული 250x-ი, მეორეში დარჩებოდა 4500 გამოკლებული 300x-ი. და მეორე საწყობში 1.5-ჯერ მეტი უნდა დარჩეს, ხო? 1.5-ჯერ მეტი. ანუ პირველი 3500 მინუს 250x-ი რომ გავამრავლოთ 1.5-ზე, ტოლი უნდა იყოს 1500 მინუს 300x-ის. აი 50-ზე რო შევკვეცოთ ახლა ყველაფერი, აი მაგალითად ეს და ეს. ნახეთ რა იქნება, რაღაცა ასე რომ მოვიფიქროთ, 100-ზე შევკვეცა ამას ვერ გაკეთებ. 50-ს რო გავყოთ, აქ იქნება 70, აქ დარჩება 5. ასე, გამრავლებული 1.5-ზე, ტოლი იქნება, აქ იქნება 50, 50-ზე ხო, აქ იქნება 6x-ი. ну, გავამრავლოთ, მოდი 1.5-ის ვაგებად დავწერ ახლა მე 3-მეორეც. და თუ ავდგებით ახლა ჩვენ და 3-ზე გავყოთ მარცხენა მხარეს და მარჯვენას აქ 30 დარჩება, აქ 2. და ეს ორიანი რომ გადმოვიტანო გამრავლებით, ანუ 70 მინუს 5x-ი ტოლი იქნება 2-ჯერ 30 მინუს 2x-ის. 60 მინუს 4x-ი და x-ი გამოვიდა 10-ის ტოლი. ეს ვიკითხებოდნენ ახლა აქ. ჩვენ გთხოვდნენ რამდენი დღის შემდეგ იქნება ხო და ნუ ვთქვათ x-ი დღე გავიდა. კი ბატონო, პასუხი იქნებოდა 10. 159 ამოცა. ერთი სკოლის მოსწავლეებმა შეაგროვეს 130 ლარი და იყიდეს თეატრისა და კინოს 55 ბილეთი.
რამდენი ბილეთი უყიდიათ ცალ-ცალკე თეატრის და კინოსი, თუ თეატრის ბილეთი ყიდა 3.5 ლარი, ხოლო კინოს ბილეთი ყიდა 1 ლარი. აი ისაა ზუსტად ის სტილი ამოცანებს, რომ გითხარით, დიოფანტური განტოლებების სისტემით იხსნება, მაგრამ მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ სინჯვის მეთოდით გააკეთონ და მეცა არ ვეწინააღმდეგები, კი ბატონო, საკმაოდ რაციონალურია ეროვნული გამოცდებისთვის. ერთი სკოლის მოსწავლემ, ანუ მოდი ვთქვათ, იყიდეს თეატრის X ბილეთი და კინოა, ხო, კიდე. კინოს Y ბილეთი. ნუ რა ვიცით ჩვენ ახლა. სულ ნაყიდი გამოდის 55 ბილეთი, ხო? კი ბატონო. ანუ ერთი განტოლება გვაქვს X + Y უდრის 55-ს. თეატრის ბილეთი სწავლად ნახევარგის, ნუ ახლა ერთი ბილეთი ღირს 3.5, ქვემოთ ერთი ბილეთი ღირს ლარი კინოსზე და გამოდის, რომ სულ გადაიხადეს თეატრში 3.5x, ხოლო კინოში Y ლარი, ხო? Y ჯერ 1. და 10-ით ახლა სულ რამდენი გადაუხდიათ? ხო გადაუხდიათ 130 ლარი. ანუ მეორე განტოლებაც გვაქვს 3.5x + Y უდრის 130-ს. ახლა აქ გავიფიქროთ ბევრი, ახლა ეგ არის განტოლებათა სისტემა, ძალიან სტანდარტულად მივდექით ამოცანასაც და გადავწყვიტეთ ასე. ნაბოლარა, მოდი გახოთ ახლა. ეგ შეგვიძლია განსაზღვროთ, ჩავსვათ, მაგრამ მოდი მე ქვედას გამოვაკლებ ზედას. 3.5-ს რო გამოვაკლებ 1-ს, ეგ არის 2.5. Y-ები გააბათლებდნენ ერთმანეთს, 130-ს გამოვაგდებოდა 55 და 25 რომ გავაკოთ 75 გამოდის, 2.5 რომ გავყოთ 75-ზე, ანუ 30 იქნება. და კითხვა, რა იყო კითხვა, რამდენი ბილეთი უყიდია თეატრის და კინოსი? ნუ ცხადია, კინო, თეატრის უყიდიათ 30, ეგ არის თეატრის და კინოსი Y დანარჩენი იქნებოდა, ხო? ანუ 55 და 30 თუა. თეატრის კინოსი იქნებოდა 25. 150 ნომერი. აკვირ დავატებთ. მაყურებელთა დარბაზი განათებულია 100 ნათურით. ერთი დიდი ნათურა ერთ კვირაში ხარჯავს 15 თეთრ ელექტროენერგიას. მოდი ასე ვთქვათ, ანუ ერთი დიდი და პატარაცა, ხო, ორნაირი ნათურა ყოფილა. ერთი დიდი ნათურა ერთ კვირაში 15 თეთრს ხარჯავს, ხო? პატარა ნათურა კი, ერთი პატარა ნათურა ათს, ანუ იგულისხმება ერთ კვირაში 10 თეთრს. რამდენი იყო დიდი და რამდენი პატარა ნათურა? ვთქვათ, დიდი არის X ცალი და პატარა არის Y ცალი. დარბაზის განათება ორი კვირის განმავლობაში დაჯდა სულ 27 ლარი. ანუ ორი კვირა, ხო? დაგვიდით ახლა ნათურები ჩვენ ვიცით ახლა, სულ ვიცით რომ 100 ცალი იყო, პირობა გვეუბნებოდა თავიდან. ამიტომ შესაბამისად აქაც ერთ განტოლება ვიცით, აი X + Y არის 100. მაგრამ ახლა ნახეთ, ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩაერთოთ ეს ნათურები და გქონები, მაგრამ უნდა გააკეთოთ, ანუ ორ კვირაში
x-ი ცალი დიდი ნათურა რამდენს დაწვავდა? რადგანაც ეს ერთი კვირის მონაცემია 2-ზე უნდა გავამრავლოთ, ხო? 15 თეთრი და ეს თან ერთი ნათურისაა. ანუ ფაქტობრივად ეს 15 თეთრი უნდა გამრავლდეს x-ს, იმიტომ რომ ერთი ნათურა თუ 15-ს წავდა, x-ი ნათურა 15 ჯერ x-ს დაწავდა, მაგრამ თან უნდა გამრავლდეს 2-ზე. იმიტომ რომ ეს ერთი კვირის მონაცემი იყო და ორი კვირის მონაცემი ორჯერ მეტი იქნება. და y-ი ცალი პატარა რას იზამდა თავისთავად 10-ჯერ y-ჯერ 2-ს იზამდა, ხო? ანუ ეს არის 30x-ი, ეს არის 20y, ესე იგი 30x + 20y და სულ დაწვეს რამდენი? 27 ლარი, ხო? ანუ 2700-ს დავწერე აქ. აი, სულ 27 ლარი. და რადგანაც მეგობრებო, ეს თეთრებში 30 თეთრი, 20 თეთრია ფაქტობრივად, ხო? 10 და 15 თეთრი. შესაბამისად, თეთრებში უნდა მოგვეცა 27 ლარის და მით დავჭირდა 100. მაგრამ პრინციპში შეიძლება ახლა ნულზე შეგვეცა, ანუ განტოლება მიიღებს ამ სახელს. x + y უდრის 100 და 3x + 2y უდრის 270. ნუ ზედას თუ გავამრავლებდით -2-ზე, მივიღებთ რა განტოლებას -2x - 2y უდრის -200. ქვედა განტოლება იქნებოდა 3x + 2y უდრის 270. თუ ამას დავღრევდით, პასუხი რა დაგვრჩებოდა პირდაპირ x-ი ტოლი იქნებოდა 70-ის. შესაბამისად y იქნებოდა 30 თუ აქ ჩავსვაფრით რა. ზემოთ 70 და 30 ესე დიდი და პატარა ნათურა შევუძენიათ. კარგი, მოდი აქ პირველ ვიდეოს ჩანაწერი გავწყვეტოთ და 151 ამოცანის გარჩევით დაგიბრუნდებით მეგობრებო.